დილის 8 საათია და ჩვენი ვიდეო იწყება სამეგრელოდან. ეხლა ვარ ხეთაში, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის სახლში და მივდივართ ვესტიაში. სამეგრელოშიც პირველად ვარ და სვანეთშიც პირველად მივდივარ და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამთრის სეზონზე და სრიალის სეზონზე წავიდოდი პირველად სვანეთში და ძალიან მაგარი. აი ბუბიკი რა ტიპია. გუშინ გვიან ღამით მოვედით ამ სახლში. გუშინ სამუშაო დღე იყო, ამიტომ სამსახურის მერე გვიან ღამით მოგვიწია, რომ გამოსულიყავით თბილისიდან. თან ეხლა თბილისიდან ეგრევე პირდაპირ ვესტიაში რომ მიდიხარ, ძალიან დამღლელი იქნებოდა. ეხლა ველოდებით გიგას რომ ჩაბარგდეს და წავალთ ვაიმე. ბუბიკი რა ტიპია. სამეგრელოზე რაც შემიძლია ვთქვა, აღბრთოვანებული ვარ აქაური სახლკარებით და ეზოები, ანუ სასწაული ეზოები აქვს მართლა. ახლა ლუკას ძალიან დიდი ეზო აქვს და ეზოში აქვს ლიმონის, მანდარინის ხეები, აი ძალიან დიდი ლიმონის ხე აქვს, მაგასაც გაჩვენებთ. ეს არის ქირიების სახლი ხეთაში. ახლა დავათვალიეროთ აქაურობამ. წავედით. ნახეთ რა ლაზია. და რამდენი ლიმონი ასხია? 4 წელია ვახუწები ლიმონის ხე ჩამომიტანე თქო და ერთხელ არ ჩამოუტანია. ხელი ვიყავ ბაღში. ლიმონის ხე. იმენა ხე გინდა? ეს მანდარინებია. ბიჭო არ მასის. არ მოჭამიან ზედი. ჩემი აზრით ეს იქნება დაუწყარი დღე ჩვენ ცხოვრებაში. კარგად თოს. თოლი იყავს. კი. ოა, შეხედე. ეხლა მოვედით ზუგდიდის მაკში. რაშავით. მაკის რეკლამა. ჯერ სამეგრელოში ვართ და უკვე ძალიან რთულია აქ გადაადგილება. სტრესში ვარ. კორვაზოლი თუ რა ხდება ეს არ გა. კორვაზოლი, კორსიზი. კორსიზი. და მეორე რაღაცა იგივე. ვალიდოლი, კორვარული. აგა. ამა გაერთი ზამალი კორსიზი. ვალიდოლი მაგ ენის ქოშ დასადები. ორი ყველაფერი გასკი გაქვს მომაწოდე. ეხლა ვართ ენგურჰესთან. უდაბს. გაქვს. მომენტ. აკეთაც. სიგნის ბავშვები რო წმენდნენ მაგას გავს მაგრად. აკეთაც ძმა. ეხლა გავჩერდით მანქანას უდა დაუმაგროთ ჯაჭვები. ნახეთ რა საყვარელი ძაღლები არიან. კუშა. არ შემოხდარ. რა თქმა უნდა თან გავიყოლეთ კუბდარ და გავუდექით გზას. მესტია თბილისიდან საკმაოდ შორს 475 კილომეტრში მდებარეობს. მესტიაში ჩასვლა შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე სამარშრუტო ტაქსით. ტრანსპორტირების საშუალო დრო კი 8 საათია, თუმცა როგორც ვიცი, სრულდება ასევე ავიარეისებიც. შემოვედით მესტიაში. What's your name and how old are you? Sandro, 6 years old. And where are you from? Tbilisi, I just moved right here, and that's a better place than I thought it would be. მოვედით სვანეთში ვართ ჩვენს სასტუმროსთან. სანამ ჩემი მეგობრები არევენ სახლს, მოდით ვნახოთ ჩვენი სასტუმრო, რომელიც დაგვიჯდა 3 ღამე დაახლოებით 400 ლარი. ლუკა 400 ლარი დაგვიჯდა, ხო? 396. ხო, რაც მთავარია, ცენტრალური გათბობა არის და სისუფთავე. ესეთი, ეხა ჩემი და მარიამის საძინებელს გაჩვენებთ. აი ესეთია და ძალიან დიდი ლოგინებში გვიწევს.
დაძინება თავისი ორივე ოთახს თავისი ის აქვს აბაზანი. ესეც ნორმალურია რა. კარგია რა, მომწონს. ეხა ბიჭების ოთახიც ვნახოთ. ეხლა ცოტა ხანში მივდივართ მაღაზიაში, ლუკა ადგენს პროდუქტების სიას. ვიყიდით პროდუქტებს, დავლაგდებით და ხვალ მზად ვიქნებით სასრიალო. ხეთ, როგორი ხედი გვაქვს. აურალავაზია. დღეს უკვე ვეღარ მოვასწრებდით სრიალს, იმიტომ რომ 4-ზე იკეტება სამაგირო. ნახოთ აწვალ თუ აღამისწრებთ ხოლმე. არა, გავიყინები ღამე. ხო და ხვალ დილით 10-ზე უკვე ვიქნებით გონდოლასთან, საბაგიროსთან. და ვნახოთ აბა გავოცადოთ სვანეთის ტრასები. ხვალ მივდივართ ჰაწვალზე, ხო? არა, ხვალ მივდივართ 11-ზე. 11-ზე უნდა ვისრელოთ ხვალ. ვიღიდა ხო პროდუქტები. ძალიან გავიწეწეთ. გათენდა ეხლა არის 10:30 და მივდივართ 11-ზე, 11-ზე უნდა ვისრიალოთ. 11-ი არის სამთო სათხილამურო კურორტი ზემო სვანეთში. მესტიიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, გზას კი საშუალოდ 1 საათი სჭირდება. სამთო სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე 3160 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი. 11-ი გამოირჩევა ხარისხიანი თოვლით, გრძელი ტრასებით და ასევე ულამაზესი ხედებით. ჩავიცვათ. ყველაზე მეტად არ მიყვარს ამების ჩაცმა. როგორ? ქუჩი მიდის. ესეც ჩვენი თხილამურები. აი ეს არის ფასები. თუ ხედავთ, კარგად. იგარა სამოდი ამზე. კარგი ამინდია თქვა, ძალიან ის არის ქარია, ეს არის ხუბლები არა. ცოტა ისა ისლი არის, მაგრამ ძალიან არ არის. აუ ერთს ვიმაგროდის ჩამოსრიალდა. მინდა აღნიშნო ის, რომ საკმაოდ მარტივი ტრასაა და ვინც ახლა ხანს ისწავლეთ სრიალი, მოგეწონებათ წესით. ჩვენ ცოტა მოგვეძდა უკვე. მაგრამ დავეში და ახლა იმედია მიკროფონი მაქვს. შენ გელოდებოდი ლუკა, ჩემს კამერამენს ველოდებოდი. ჩვენი კამერამენი კარგად მუშაობს. ხო და არა უშავს მეგობრებო. ვიღაც ბავშვი დამეჯახა. ვაიმე. აი რატო არის ჩაფხუტი მნიშვნელოვანი შეიძლება. კარგად იცოდეს სრიალი, მაგრამ ვიღაცა ბავშვი დაგეჯახოს. და ჩავაკეთებთ ვიანებს. კამერაში არ ვიცი როგორ ჩანს. კარგად აღიქვამთ იმედია ტრასას რა, როგორია. ხა და ხალ ვაპირებთ რომ აწვალზე ვისრიალოთ.
ძალიან კაი იყო ეს დაშვებები მიყვარს რა. ჭამის დრო მოვიდა და ეხლა გამოვედით მაღლა და აქ ვაპირებთ რომ ჭამოთ. აი ფასები და აქ კუბდარი არ აქვთ როგორც ხედავთ. მეგობრებო, შეაფასე უფრო ლამაზია. აი იღოცებით ობიექტურობა. შევინარჩუნოთ ობიექტურობა. რაღაცა ვიზუალურად არ მოწონს. ვა, ოჩა! მე დათუნა მარია. შენ? მე მარია. მარია, ვირა საყვარელი. რამდენი წუთები ხარ? მე 7. კარგად. არა ასწორი. მასწავლი აღლა და ნუ მასწავლი. შენ უფრო კარგად იცი თუ მე? რა გინდა? რამდენი წელი ვარ? მე? ო, მე 16 შენ? 6 წელი შენზე კარგად ვიცი. საიდან იცი? ვიცი. დღეისთვის ბოლო დაშვება არ ის და ძალიანაცი და 4-ზე იკეტება სამაგირო როგორც იცი და აი უკვე რომელი საათი არ ვიცი, მაგრამ უკვე აი ძალიან მცივა. თითები ფეხები ყველაფერი გამეყინა. მართლა თუ გადავა. მეცად ფილმ. აუ, გთხოვ ეს 2 წამი აწიეთ გადავუღებ. თოვს. გვათოს. დავათოს მე მოვიყვანე. აი ეს თოლი, როგორი თოლი. აი ყველა ფიფკი რჩება ადგილზე. ანუ ყველა ფიფკი ადგილზე რჩება რა. არც ერთი არ დაიწყო. და ყინვა ზოგადად. დასრულდა დღევანდელი სრიალი. კოქტეილების მომზადების დრო მოვიდა და მარიამი გვიმზადებს. Not bad. გამოვედით ღამის მისტიაში სასეირნოდ. ორა ლამაზია. გათენდა მეორე დილა და დღეს მივდივართ ჰაწვალზე სასრიალოდ. ნუ გოლესკო. კაერთულეს ველი ყოფილა ესე. ჰაწვალის საბაგირო ბევრად ლამაზია. ეხლა გაჩვენებთ რა ლამაზია. ძალიან ბევრი ტრასაა იმენა და საიდანო ჩამოსვლადეთ ვერ გავიგე. იქით ძალიან კაი არის, ახლა რა მაგარი დამრეცი ასახტობი. იქით ამის მიშრას არ გადის. ამის ქვეშ არა გვერდზე, ხეებს შორის. ერთი აქეთ ნახე, ვაფშე ნაძვებში ნახე რა ლამაზია, ჩემი კაი. მოკლედ ჰაწვალზე ძალიან რთული ტრასაა. აი ესეთი. ჩემს რეალს ვერ გადავიღებ საფუძხაროდ. მაგრამ ლუკას გავატან კამერას და გაჩვენებთ რა როგორი გზებია. წავედით ნახოთ ჰაწვალის ტრასა. წავედით. მოიცა საათი გავიკეთოთ. წავედით. ეხლა რაღაცა მარტივად ჩამოსრიალდი. წინას ძალიან გამიჭირდა. სად არის აბა ლუკა? ვერცო გთხოვ ამჯერადაც თუ არ წავიქცევი, მესამედ მეოთხედ გავურისკავ კიდე ჩამოსვლას ფეხები
მიკანკალებს, გო ეს ჩემი თხილობები ძალიან პატარაა. ან გაუკვალავია და ცოტა მოყინული რა. და მაგას მეშინია. აი, მგონი აქ შევასწრე ხეებს. გაიყო. მე დავასრულე დღეს სრიალი. ეხლა ხანს ვიყავი მუზეუმში და საოცრება ამარსო. თქვენც გაჩვენებთ კადრებს თუ რა ხდება შიგნით. წავედით ახლა სახლში. დღეს მგონი სულ ეს იყო. ჰაწვალის ტრასა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის. 7-8 ჯერ ჩამოსრიალდი ალბათ, მაგრამ აი ფიზიკურად ძალიან დავიღალე, ხო და სადღაც 2 საათზე დავასრულე მე სრიალი. ახლა მივდივარ სახლში და გზად შევიარე მუზეუმში. იმიტომ რომ თან პირველად ვარ მესტიაში და აი ყველაფერი მაინტერესებს აქ რაც არის, მინდა რომ ყველაფერი ვნახო. ვიცი რომ ეხლა ესეთ ამინჩი ყველაფერს ნახვას ვერ მოვახერხებ, მაგრამ ზაფხულშიც აუცილებლად ვეწოვი ისევ მესტიას. და ზაფხულის ტრიფი სულ სხვა იქნება რა. ზაფხულისთვის დავგეგმო ყველაფერს. ჩემი მეგობრები დარჩნენ 4-მდე, ან 4-ზე იკეტება საბაგირო და აპირებენ რომ 4-მდე ისრიალონ რა. ხო და დაგვრჩა მხოლოდ ხვალინდელი დღე და ხოლმე დავბრუნდეთ ისევ თბილისში. ხო და ხოლმე ალბათ OSE 2 საათამდე აპირებენ ესენი სრიალს. ალბათ ისევ ჰაწვალზე თუ წავლენ, მე აღარ წავალ, იმიტომ რომ აი კი ვისრიალე ჩვეულებრივად, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან დამღლელი. ანუ ჩემთვის პირადად ეგეთ ტრასების სრიალი, იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ პროფესიონალი, სასიამოვნო არ იყო. ხო და რა ვიცი, ეგეთ ტრასებზე ბევრჯერ წავიქეცი. ჩაფხუტი ყველაფერი მეკეთა ნახავდით ვიდეოებში და არ მტკენია არაფერი. მე ადრე მეშინოდა წაქცევის რა. ცდილობდი რომ ანუ ისე უსაფრთხოდ მესრიალა ხო და აქ ვისრიალებდი უსაფრთხოდ, მაგრამ მაინც წავიქეცი რამდენჯერმე და თურმე არ ყოფილა ეგეთი საშიში წაქცევა. არაფერი არ მტკენია საერთოდ. უბრალოდ აი მუხლები დამეღალა ძალიან, იმიტომ რომ
გონი თავიდან დაძაბული ვსრიალებდი. მერე შევეჩვიე. საბოლოო ჯამში ყვაყოფილი ვარ მაინც დღევანდელი სრიალით. კარგი იყო, უბრალოდ მე ჯერ აღარ მინდა. აი 11-ზე ძალიან მომეწონა. საშუალო სირთულის ტრასა იყო 11-ზე, ძალიან გრძელი და აი მანდ მართლა ვისიამოვნე და ხვალ მანდ თუ წავლენ, წავალმეც გავყვებისასრელთ, მაგრამ არ მგონია რომ 11-ზე წავიდნენ, იმიტომ რომ შორს არის აქ ჩვენ სახლიდან რა. ზროხევი ჩვენ მოვედით ახლა რესტორან პოსტაში და ვნახოთ პირველი ჩვენი შეკვეთა არის ჰაშმიჯაბი იური ყველით ორი ფეტვიანი მოგვა შეკვეთა ჩვენი ორია ცხელი არა დიდი ვერაფერი კუბდარი ავიღეთ და კიდე ფეტვიანი ხაჭაპური. ცხელია. ეს რა რისი ხორცი ხორის? ცხელის. ანუ სიგდეს, ანუ ლუკასი საფრთხე. იქ ზევა ფეტვის გემო? გებისევი ჩვენ ხაჭაპურის გემო. აი ეს არის ფეტვიანი ხაჭაპური. ეს ეს რა პუნჩი დატოვა? ხაჭაპური რაღაც უცნაური მომდაკრავს. პოპულარობა თუ გინდა გამოვედით და დიდი ვერაფერი რა. დღე მესამე და წელს უკვე ბოლოს არის სვანეთში. დღეს სრიალად ისევ ხაწყალზე. სიმართლე გითხრათ, მე აღარ ვაკვირვდი აქ სრიალს, მაგრამ დღეს მოსწორებული იყო ტრასა, ამიტომ უფრო გამიმარტივდა. ყვაყოფილი ვარ, ჩემს შედეგებსაც აქ გაჩვენებთ. მაქსიმალური სიჩქარე რამდენი განუვითარე, აი აქ გაჩვენებთ. და რავი რა, ყვაყოფილი ვარ. მე მეგონა რომ გუში რო ამოვდი რომ ძალიან რთული ტრასაა და მის კარგად არც სრიალი არ მოხვიდეთ თქო დღეს შემიძლია რომ შევცვალო ეგ აზრი. იმიტომ რომ თუ გაწმენდილია, ხილამურიც უფრო გემორჩილება და საშუალო სირთულის ტრასაა რა. აწვალის ტრასას დაუწერი მაღალ ქურას, მე დამოწესა, კაია, მართლა კაია. ანუ და ყველაფერი კაია რა. სირთულიც აქვს და თან ისე მრავალფეროვანიც არის რა თქმა. არა. მოძაო ჩამოვარდეს და მეცეს. ოი ზად შეგხვდებათ მეგობრებო ეს კაფე და ყველაზე გემრიელი კუბდარი სვანეთში ვჭამეთ აქ. აი გემრიელексია გაჩვენებთ. სვანეთში რომ ვიდიოდით, მესტეში რომ ვიდიოდით, მაშინაც ვჭამეთ და ეხლა კიდევ უნდა შევკვეთოთ. ხა შეგინით გაჩვენებთ როგორია და შევკვეთე? ის რესტორანი ლუკა. რესტორანი ლუკა. შევკვეთე? ანუ სუნიც უკვე იდეალურია და ნახეთ რა ლამაზი რესტორანია და ხედებიც ძალიან ლამაზი. აი ასე გამოიყურება იდეალური კუბდარი, აიღეთ. შეკანის არ უნდა. აქედან თუ აიღე. კაინაჯენი. მართლა კაინაჯენი დაინახე.